გამარჯობა ბატონო საზოგადოება. გარდაიცვალა უდიდესი ქართველი რეჟისორი გია დანელია და ესეც ფეხებზე დაიკიდა საქართველოს. რუსებმა დაიდრეს გია დანელია. ზეგი დაასაფლავებენ დიდი პატივით ნოვოდევიჩი მონასტრის სასაფლაოზე. ქართველებმა კი ფეხებზე დავიკიდეთ. არ ჩვენ პოლიტიკოსებს, არ ჩვენ დაშმანდურის მოყვარულ მოხელეებს არავის არაფერი არ უთქვამს. არც დელეგაცია ჩასულა, არც ლოცვაში მოუხსენებიათ ჩვენი ერის ეს მორიგი გიგანტი შვილი. მასაც წილად ხვდა უხერხული სიჩუმე და ღალატი იმ ერისა, რომლის კულტურაშიც მან ტიტანური განუზომელი წვლილი შეიტანა. მე რა თუ მისი ფილმების ნაწილი რუსულ ენაზე იყო და ამის წყალობით მთელ მსოფლიოს აცნობდა და აყვარებდა საქართველოს. ხარება დღე დაღამდა, შუაღამისაც კი გადაცდა და სახში ყველას ძინავს და მარტო ვარ. მიუხედავად გამუდიდესი დღესასწაულისა, მისი ჩავლისას ისევ სევდამ დაისადგურა ცემგულში და არა მარტო გია დანელიას გამო. იქნებ იმიტომ, რომ ვაგრძელებთ დიდ მარხვას და სასოებით ველოდებით უფლის ღალატს, წამებას და ჯვარცმას და მერე მის აღდგომას და თუმცა გონებით ვიცით, რომ ამას ყველაფერს აღდგომა მოყვება და სიკვდილზე გამარჯვება. საოცარი რამ არის ჭეშმარიტი სარწმუნოების ნამდვილი კალენდარი. ადამიანი ვერაფერს უშვებს საკუთარ თავს და ბუნებასთან ერთად, რომელიც სრულიად დამარხულია ამ დროს, შენც იმარხები. ამ დროს, რომელშიც ძროხაც კი ნაკლებს იწველება და ქათამიც კი ნაკლებ კვერცხს დებს, არც ცხვარი მრავლდება და არც ყვავილი. და ჩვენს სამშობლოსთან ერთად ვართ დამარხულები. სამყაროს უდიდესი ტრაგედიისა და მე სამყაროსვე უდიდესი სიხარულის მოლოდინში. და რა საოცრებაა, რომ ამ შუა დიდ მარხვაში არის ხოლმე სწორედ ხარება, როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა ოლაწმინდა ღვთისმშობელს, რომ იგი შობდა მესიას, რომელიც კაცობრიობას გამოიხსნიდა სიკვდილის კლანჭებისა. თითქოს ოაზისია მორწმუნესათვის დიდი მარხვის დროს ხარების სიხარული და მერე ისევ ბრუნდებით დიდი ოთხშაბათის მოლოდინში, როდესაც იუდამ გასცა ქრისტე. მაგ საშინელი დღის მოლოდინში ბევრი რამ მახსენდება ჩვენ ცხოვრებიდან, მაგალითად მახსენდება როგორ უღალატა საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პარლამენტმა სწორედ მაგ დღეს ქართველობას და როგორ უყარა მან ერთხმად კენჭი ჩვენმა პარლამენტმა 2014 წლის დიდ ოთხშაბათს ანტიდისკრიმინაციულ კანონს განორჩეულად პარტიული კუთვნილებისაგან. თავის მთავრობასთან და თავის პრეზიდენტთან ერთად დაუჭირა მხარი ამას. როგორ ერთი კაცი არ მოინახა ერის რჩეულთა შორის, ვინც ჩვენ ქრისტიანულ სარწმუნოებას გამოესარცლებოდა და როგორ მოყვა მერე ამ ღალატს მორიგი სრული ჩამონგრევა ჩვენი ქვეყნის იმედებისა. როგორ ჩავარდა საქართველო კვლავ უიმედობის, უვაშკაცობის და უსიხარულობის ორმოში, რომელშიც დღემდე ვართ და გამოსავალი არას ჩანს. რა საოცარი ჩანაფიქრია ბოროტი ძალის მიერ და რა საზიზღარი ძეგლი ჩვენი სიმხდალისა. როდესაც ვფიქრობ ამ უბედურ პარლამენტარებზე და მათ უფროსობაზე, სიმართლე რომ გითხრათ, ვეღარც კი ბრაზდები მათზე. წინ მიდგას მათი უცხოირპირო სახეები, ბოჩოლა თვალები, ენაბრბული ბლოყონი, ზოგი დღემდე იგზის, ზოგი კი მოტოვებული მათგანვე გარედან ილანძღება. ახსენდება მათი არგუმენტები, საჯარო, რომ ეს ქვეყნის წინსვლას ჭირდებაო, ან კერძო, რომ აბაშვილებს რა ვაჩამოთო. და თვალწინ მიდგას ადამის მოდგმის იუდასეული არსი, ღალატი და სიმხდალე, ორკვირობა და უნანელობა. ეკლესია გვასწავლის, რომ იუდას ცოდვა არა უდიდესი ცოდვა, არა მაცხოვრის გაცემა იყო, არამედ მისი შემდგომი უსასოობა და თვითმკვლელობა, ნაცვლად მონანიებისა და უფალზეს ასოების დამყარებისა და აქაც საოცარი პარალელებია ჩვენს დროსთან. მე არ ვუყურებ არც ერთ ამ ჩვენს პოლიტიკოს ფარისევლის გამოკითხველი თვალით და ვამბობ, რომ რადგან ერთი კაცი არ მოინახა მათში, ესე იგი ასეთი ყოფილა რომ მეც. ესე იგი სამწუხაროდ მეც რომ მათ ადგილას ყოფილიყავი, ეს დაუჯერებელია, მაგრამ გამოდის რომ არც მე მეყოფოდა ვაჟკაცობა ამ კოლექტიური ჰიპნოზის წინააღმდეგობისა და ქვეყნის სულიერი ცხოვრებისათვის ამ უდიდესი ტრაგედიის არ დაშვებისა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ სოდომში სანამ მის თავს სასჯელი მოიწევდა, უფლის ანგელოზები წმინდა ლოტს, რომელიც მათ სოდომს ავედრებდა, ბოლოს ერთი მართალი კაცის მონახვასაც კი აკმარებდნენ, მაგრამ ისიც კი ვერ მოინახა მაშინაც.
ყველაფერი შემდგომი ამის შედეგია ჩვენ იმ პერსპექტივებაც, სიღატაკეც, დაცემულობაც, გახლეჩილობაც და უსასოებას და უიმედობას. და როგორც მართალი წმინდა ლოთი ჩვენ თეთრი პატრიარქი და მისი ერთგული ეკლესიაღა შეგვრჩენია ერთადერთ იმედად, რომ საბოლოოდ არ გავნადგურდეთ ამ ჩვენი გარყვნილებისა და მოღალატეობისათვის. შეისმენს უფალი მათ ამ ლოცვას ჩვენთვის, შეგვინდობს ჩვენ წოდვებს და შეიწყალებს საქართველოს. არ ვიცი. ვიღაცა მეტყვის, ნუ აიგივებ მთელს ერს ჩვენს უნამუსო პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან. ხომ ხედავ, აგერ ტრამპის არჩევის მერე ამას წინათ მატჩიც კი მოინახა 26 კაცი, ვინც ხმა მიცა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და ეს ის ხალხია ერთი ორის გამოკლებით, ვისაც არც მაშინ მიუწია ხმა მაგ კანონისათვის. არის იმედი, სოფლიოში იცვლება ამინდი და ჩვენამდეც აღწევს მისი სითბო. ხედავთ, რომ ეტყობა ისევ გადაიდო რაღაცა ხნით აპოკალიფსი. იქნებ მასეცა სოფლიოში, მაგრამ თუ მარტო სოფლიოს ამინდების ცვლილებაზე რეაგირებთ, ასე მჭკნარად და ასე მტკნარად, ასე ლაჩრულად და ასე ნელ-ნელა, სადღაა მაშინ ჩვენი ქართველობა, სადღაა ჩვენი ქრისტიანობა. ვიღაცა მეტყვის ხო და მორჩი ლაპარაკს და საქმე აკეთებდა. ამაზე იმდენჯერ მაქვს გაცემული პასუხი, რომ აღარც კი შეგაწყენთ ამით თავს. რა თქმა უნდა, არც ერთი წამით არ შეიძლება ამ უკიდურესად მოწყენილ, განადგურებული ერის მდგომარეობაში იმედის დაკარგვა, ჩემო კარგო ხალხო. იმედის არა პოლიტიკაზე, რაღაც კარგ პარტიაზე და მსგავს წარმართულ სიცარიელეზე, არამედ იმედისა უფლის აღდგომისა და ჩვენი პირადი და ჩვენი როგორც ერის წოდების შენდობისა. აი მაგალითად ხვალე 9 აპრილია და ჩვენი სიბრმავე იქამდეც კი მიდის, რომ ზოგიერთი თურმე ამბობს სწორი ვქენით, რომ იმ ღამეს არ დაუჯერეთ პატრიარქს ის საკრალური მსხვერპლი იყო, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა. ღმერთმა დაგვიფაროს, ძვირფასო ხალხო, მასეთი მწვალებლური აზრებისაგან. ადამიანების მსხვერპლ შეწირვა ბაალისა და მოლოქის რელიგიაა და არა ქრისტესი. მასეთი გონებრივ ორმოში ჩავარდნილი ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ რა საფრთხეში არიან. პროვინციალიზმსა და სრულ გონებრივ სივიწროვეს რომ თავი დავანებოთ. ანუ არ ყოფილა თურმე მარქსიზმის დამარცხება ლიბერალიზმთან. ორი უმძლავრესი იმპერიის ჭიდილში ისტორიული პროცესის კანონზომიერი შედეგი. და იმ ჩვენი 19 თანამემამულის სისხლს დაუნგრევია თურმე საბჭოთა კავშირი, ხო? ეგრეა, ხო? სადამდე უნდა დავრბავდე და დავიწროვდე ადამიანი, რომ 30 წლის თავზეც კი ასეთ სისულელეს იძახდე. და ვერ ხედავდე, რომ პირიქით ჩვენ რომ იმ ღამეს პატრიარქისათვის დაგვიჯერებინა ეროვნული მოძრაობის ისტერიულ ტონს ავისილებდით თავიდან და ჩვენი ქვეყნის ბედი სულ სხვანაირად წავიდოდა. ჩვენ რომ უმეტესი ჩვენი მეზობელისავით ბელორუსიიდან დაწყებული და სომხებით დამთავრებული გვერდგულა ძველი ქართული სიბრძნისათვის გველსახრელით გამოიყვანა ენათკბილა და მოუბარიო. ვინ იცის რამდენ უბედურებას ავწდებოდეთ, რამდენ მიწას არ დავკარგავდით, რამდენი ჩვენიანი გვეყოლებოდა ცოცხალი ახლა, რამდენი ჩვენიანი არ წავიდოდა სახლიდან და საერთოდ როგორი ქვეყანა გვექნებოდა. მაგრამ ვერ ვქენით ეს, რადგან არ ქონდა ჩვენი წინაპრებისათვის შესაფერისი სიდინჯეს სიბრძნე ვაჟკაცობა და სულიერება. და ვშიშობ არც ახლა გვაქვს. სწორედაც ამიტომ ვიხსენებ მე არა მარტო გია დანელიას ფეხებზე დაკიდებას, არამედ 30 წლის წინანდელ ამბებსაც კი სულიერ წრილში პატრიარქის არ დაჯერება და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მიწაზე და არა ზეცაზე მიჯაჭვული თვალებით. იმ 9 აპრილის ღამის ტრაგედიის გაგრძელება იყო 2014 წელს და იგივე გრძელდება ყოველ დღე. ესაა წინასწარმეტყველის სიტყვები მახსენდება ერიესე ბაგითა თვისითა თაყვანსამს ცემს, ხოლო გული მისი სხვაგან აარსო. წინასწარმეტყველი იმის წინასწარმეტყველია, რომ მისი ყველა სიტყვა აგვიხდება და წავიკითხოთ ერთი ესაიასთანვე რა გველოდება წინ და ვკითხოთ რა არის მაგასთან შედარებით ჩვენი ამჟამინდელი გაჭირვება თუ არა უფლის უსაზღვრო მოწყალება და მოთმინება ჩვენს მიმართ. ძალიან დიდი ილუზიაა ვიფიქროთ, რომ
ჩვენ კარგები ვართ, უბრალოდ არ გვიმართლებს იმ 10,000-ობით პოლიტიკოსი, რომლებიც ამ 30 წელიწადში გამოვიცვალეთ და მხოლოდ ისინი არიან ცუდები. იქნება რა მასე საქმე, თლად. იქნებ ჩვენ ვართ ზუსტად მასეთები და ისინი უბრალოდ ჩვენი ერის ამჟამინდელი მდგომარეობის სარკე არიან, კრიალა და უმზადო, ზუსტად ამსახველი ჩვენი მდგომარეობისა, თორემ რა პატრიარქიც კი იგივე ყავს, თლად გათეთრებული და ათრთოლებული ჩვენი ურჩობისა და სირეგვენისა და სავსე კოსმიური სიბრძნით და სიყვარულით და ერთი მინდა ვკითხო ყველას, რამე დაგვეტყო მისი სიტყვისა 50 წელიწადში, მეტი მორწმუნე ყავს თუ ნაკლები სინამდვილეში, მეტი სოდომიტი ჭინკა თუ ნაკლები, მეტი ნაგავი გავხდით თუ ნაკლები, მეტად გავზარმაცდით თუ ნაკლებად, მეტი ფლიდი ყავს თუ ნაკლები, მეტი შურიანი თუ ნაკლები, მეტი ქალაჩუნა თუ ნაკლები, მეტი უზრდელი თუ ნაკლები, მეტი ქაჯი თუ ნაკლები. შემინდა წემოგარგებო ასეთი სიტყვისათვის. ერთი წუთით არ ვფიქრობთ, გთხოვთ, რომ იმ იუდასავით სასო მაქვს წარკვეთილი, არა, იმედ გრძნობს ანთელი მეცმინთია, როგორც ბევრ ჩვენთაგან, ზოგჯერ თითქოს ვეღარც კი ვხედავ მას და გული მისკდება და მე ისე ვხედავ მას და ბევრი ჩვენთაგან ისავით სრულად ღონე მიხდილი და დამარხული ველოდები იმას, რაც უნდა აუცილებლად მოხდეს, ანუ ღალატს, წამებას, შეურაცხყოფას, დაცინვას, ჯვარცმას და მერე გარდუალ აუცილებელ აღდგომას ჩვენი სამშობლოისა, რომელზეც რაზიკაშვილი იტყო და გენიალურად. კიდევაც ნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს, იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მრქვეველს, იმის სიტურფეს, ღვთიანს, ამწვანებულს, ამთაბარსა, დამწყდარულს, ყვავილიანსა, კიდევაც ნახავ ცას ჭექდეს, თოვლის წვიმა ცვიოდეს, ანოყივრებდეს მიწასა, მდინარეები ხვიოდეს, აღარ ვინ იტანჯებოდეს და აღარც ვისა შიოდეს, სიმართლის გამარჯვება სამთაზე არც ევიხიოდეს, მეც მას ბანს ვეუბნებოდე, გული აღარა მტკიოდეს, გუშინ წინ ვნახე, გუშინაც გველის წამლავდა იასა, აშლი და შხამსა და გესლსა, ვერც კი აძლევდა ზიანსა, დღეს ვხედავ იამთელია, სუნნელოვანი ნაზია, უცქერდა ვამბობ იმას ვერა ტურფა, რა ლამაზია, გველი დაღოღავს მუცლითა, აღჯობს ბოღმა და ბრაზია, კიდევაც ნახავ უხვა და ვარდნიანი ყვაოდენ, რაც არ მტრად იყვნენ ქცეულნი, ვინაც გუშინას ვაობდნენ, შხამის და გესლის მთესველნი მოისპნენ, არარაობდნენ, ჩვენი სიკვდილის მსურნველნი ყორნები ვეღარ ჩხავდნენ, დაჰბეროს სიცოცხლის სიომ, მომაკვდავს არემ არესა, გაუათასდეს სინათლე ცაზე მზესა და მთვარესა, უხვადას წვნიდნენ წყალობას ამ ჩვენ დაჩაგრულ მხარესა, ჩვენც მსხვერპლნი ძალმომრეობის ცრემლს აღარ ვღრიდეთ მწარესა, ჩიტების ტკბილი გალობა ისმოდეს ყოველ მხარესა, ვიხილავს სანატრელ სახეს, რომ ამ მდგარიყოს მკვდრეთი და გვერდს ედგნენ მისნი ზვარაკნი, გაფიცულები გვერდითა, ჭაბუკნი, თავდადებულნი, ტრფიალით მეტის მეტითა, ტანს უმშვენებდეს წყლულები, ერთგულ მამულის შვილებსა, ანგელოზები დაფნისას, გვირგვინს ადგამდნენ გმირებსა. ასე რომ კიდევაც ნახავთ გაზაფხულს და ქრისტეს აღდგომის დიდებულებას, ჩემო ძვირფასო ხალხო, განაჩვენგნითა, ღვთის შეწევნითა, ნუ მოვიწყენთ მეუხედავად ყველაფრისა, ნუ ჩავექნებთ ხელს და დაველოდოთ იმას, რასაც უფალი მოიღებს ჩვენს თავს, ვიყოთ მაგრად ვაშკაცულოთ და ვუერთგულოთ იმას, რასაც ქრისტიანული სარწმუნოება გვასწავლის და რასაც ერთგულებდნენ საუკუნეების განმავლობაში ქართველები, შეიძლება ყველა არა, მაგრამ აი ეს ერთი მუჯა, რაზეც იდგა ჩვენი ერი მომავალ შეხვედრაზე.